დრო არ დაკარგონ. ყოველი წუთი არის საუკეთესო და გამოიყენონ, თორემ მოგვიანებით მე მიუხედავად რომ თითქოს არ ვკარგავდი დროს, თითქოს ყველაფერს, მაგრამ ეხლა ვხვდები რომ მეტი შეიძლებოდა. მაინც ახლა რა ვიცი, ეს სწავლა ძალიან კარგი რამეა. მე ასე მგონია, ყველაზე დიდ სიამოვნებას ადამიანს ანიჭებს, როცა აი რაღაცა სწავლობ, კითხულობ, განათლებას იღებ. ნუ ეხლა სამშობლოს სიყვარული ქართველებში რაღაც იმდენად ზის, მე მგონია რომ არც კი მინდა მეუწოდო. ეხლა ჩემი შვილიშვილი სწავლობს გერმანიაში და მთელი ბავშვობა თითქმის საზღვარგარეთ იყო, იმიტომ რომ ჩოგბურთელი იყო, სერიოზული. აი მამამისი რომ გარდაიცვალა 14 წლამდე ევროპაში იყო პირველი ჩოგბურთელი და მსოფლიოში მესამე, 13 წლის ასაკში. მერე მამის მერე დაანება თავი და სულ წასული იყო. და რაღაცა მეგონა რომ ამბავს არენდომებოდა უკვე საქართველოში ყოფნა. ეხლა უკვე ვხსნობ რომ ერთი სული აქვს რომ ჩამოვიდეს და აქ იყოს უყვარს საქართველოს ქართველის გენში ზის ასე მგონია სამშობლოს სიყვარული. ამის მოწოდება ასე მგონია არც არის საჭირო, იმიტომ რომ როგორც ადამიანს ნორმალურს დედა უნდა უყვარდეს, მამა უყვარდეს, შვილი უნდა უყვარდეს, ასეა ალბათ სამშობლო უნდა გიყვარდეს და უნდა ფიქრობდე რომ მისთვის რაღაც გააკეთო.